საღამო მშვიდობისა, ეთერშია გადაცემა აფხაზეთის სალომე ლემონჯავასთან ერთად. დღევანდელ გადაცემაში ნახავთ. კვირის თემა აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის მორიგი პროვოკაცია. აფხაზეთის მომავალი ოთო ღურცკაია. სცენარისტისა და დრამატურგის ოთარ პერტახიას პორტრეტი. დავით ბაძახუას შემოქმედება. მიამბე აფხაზეთზე, ნინელი ჭანკვეტაძე. კვირის თემა ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთის მიერ თურქეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა. ამის შესახებ უფრო ვრცლად ჩვენ სიუჟეტში. ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა რუსეთის მიერ თურქეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა. შესაბამის განკარგულებას 11 იანვარს ხელი აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა პრემიერ-მინისტრმა არტურ მიქვაბიამ მოაწერა. აფხაზურ მთავრობაში აცხადებენ, რომ 20 იანვრამდე იგეგმება შესაძლო ეკონომიკური ზომების შემუშავება. კერძოდ ეგრეთ წოდებული მთავრობა გეგმავს თურქეთიდან განსაზღვრული რაოდენობის საქონლის იმპორტი აკრძალოს. ასევე თურქულ კომპანიებს შეეზღუდებათ წვდომა საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების ფარგლებში. როგორც დე-ფაქტო ხელისუფალნი აღნიშნავენ, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება 2014 წელს ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების პრინციპების გათვალისწინებით მოხდა. აფხაზური მხარის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწის ვლადისლავ სურკოვის ვიზიტი სოხუმში, რომელმაც აფხაზურ მხარეს თურქული ბიზნესის შეზღუდვისკენ მოუწოდა და პოლიტიკური და ეკონომიკური ზომების გატარებაზეც მიუთითა, რომელიც აფხაზეთმა უნდა განახორციელოს თურქეთთან მიმართებაში. აფხაზეთმა უარი უნდა თქვას თურქულ ბიზნესზე და ის არც თუ ისე დიდია, რომ აფხაზეთის ეკონომიკაზე გავლენა იქონიოს, ამშვიდებს რუსი დიპლომატი აფხაზებს. ქართული მხარე მიიჩნევს, რომ რუსეთმა ამით აფხაზურ მხარეს ბოლოს სასუნთქი არტერიაც გადაუკეტა და ოკუპირებული რეგიონი კიდევ უფრო მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩააყენა. ჩააყენეს ცუდ მდგომარეობაში, მით უმეტეს, რომ ერთი წლით ადრე უკვე რუსეთმაც დააკლო აფხაზეთს ფინანსები. ალბათ იმის გამო, რომ პირველი ეს ფინანსები არამიზნობრივად რამდენი წელია უკვე იხარჯება და მეორე მიზეზი არის ის, რომ თავად რუსეთში არის უკვე მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა საკმაოდ სერიოზული. დაემატება თურქეთთან ასეთი სერიოზული აკრძალვები და რასაკვირველია, ჩვენ უნდა ველოდოთ იქ ეკონომიკური მდგომარეობის დამძიმებას და აქედან გამომდინარე პოლიტიკურ დესტაბილიზაციასაც. ალბათ კარგად მოიხსენება ჩვენ საზოგადოებას, რომ სურკოვი არის სპეციალური უფლებებით აღჭურვილი რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან აფხაზეთის თაობაზე და აფხაზეთის საკითხში. პრაქტიკულად ის არის დე-ფაქტო აფხაზეთის მართველი, უშუალო მართველი. ბუნებრივია მისი ვიზიტი და ბუნებრივია ის თემა, რა თემაზეც იყო ის საუბარი სურკოვს და დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის. მით უმეტეს, რომ შარშან ვიცით ჩვენ კარგად 24 ნოემბერს გაფორმდა შეთანხმება სტრატეგიულ პარტნიორობაზე რუსეთთან. რაც გულისხმობს სტრატეგიული პარტნიორობა, ყველანაირად დაგიცავ აფხაზეთო მე შენ რუსეთი და ეს იმას ნიშნავს, რომ გაატარებ ჩემ პოლიტიკას როგორც საშინაო, ისე საგარეო, ალბათ უფრო საგარეოს, ხო? უნისონში უნდა გატარდეს. აი ამ აკრძალვების შედეგად იმედი მაქვს, რომ საქართველოსკენ რაღაცა იძულებითი პირის მოქცევაც მოხდეს. ისინი თავისი უჩქუო პოლიტიკის მძევლები არიან და ეხლა იძულებულები არიან, უნდა თუ არ უნდათ, უფროსი ძმის, ან მამის, ან ბიძის ბრძანებები შეასრულონ. ოკუპირებულმა აფხაზეთმა თურქეთის წინააღმდეგ გამოტანილ რუსული სანქციების შედეგად უარი თქვა თურქული გემების იჯარით გამოყენებაზე. ახლა აფხაზეთის წყლებში თევზის რეწვით რუსი მეთევზეები დაკავდებიან. აფხაზეთის პორტებში რუსი თევზსაჭერი გემების შემოსვლა უახლოეს 2-3 დღეში მოხდება. წერს აფხაზური სააგენტო და მიუთითებს, რომ რუსეთმა ანკარას სანქციები გასული წლის ნოემბერში დაუწესა, მას შემდეგ რაც თურქეთმა რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო. ასე რომ რუსეთის მიერ თურქეთის მიმართ დაწესებულ სანქციებთან ოკუპირებული აფხაზეთის შეერთების საკითხმა საგონებელში ჩააგდო აფხაზური მხარე და ეს თემა სერიოზული მსჯელობის საგანი გახდა აფხაზურ საზოგადოებაში. ამ საკითხზე საკუთარი პოზიცია გამოხატა აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი სერიკოვმა, რომელმაც აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცემულ განკარგულებას ჯერ არ შემოაქვს კონკრეტული შეზღუდვების ჩამონათვალი. ეს არის ცალკეული უწყებებისთვის მიცემული დავალება, გამოთქვან კონკრეტული პოზიციები და წინადადებები კონკრეტულ საქონელთან მიმართებაში.
რომლებზეც დაწესებული იქნება ან არ იქნება სანქციები. რა თქმა უნდა, პირველ პლანზე დავაყენებთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს. არ ვაპირებთ იმ ტოტის მოჭრას, რომელზეც ვზივართ. ეს ის საკითხია, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ, აღნიშნა სერიკოვმა. აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების გავლენის შესახებ აფხაზურ სააგენტო სპუტნიკთან ინტერვიუში თურქეთში მცხოვრები აფხაზი მუჰაჯირების შთამომავალმა მწერალმა ოქტაი ჩკოტუამაც ისაუბრა. ჩვენ ვერ დაუშვებთ ზიანი მივაყენოთ ჩვენს ისედაც სუსტ ეკონომიკას. თუ თურქეთთან ზოგიერთ სფეროში ვაჭრობას შევზღუდავთ, მისი ადგილი უნდა დაიკავონ რუსულმა კომპანიებმა, დაეძინათ თურქეთიდან რეპატრიანტმა. ჩკოტუამ ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთსა და თურქეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების შეზღუდვა არ უნდა შეეხოს თურქეთიდან რეპატრიანტების ბიზნესს, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ და მუშაობენ. მისი თქმით, რუსეთსა და თურქეთს შორის ამჟამად არსებული ურთიერთობები მომგებიანი არ არის არც ერთი მხარისთვის, მათ შორის აფხაზური დიასპორისთვის. ამ საკითხს აფხაზეთის ოპოზიციური ძალების ბლოკი სპეციალური განცხადებით ეხმაურება და აცხადებს, რომ შემოტანილი სანქციების შედეგად აფხაზეთის ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას თურქეთში მცხოვრები დიასპორის კონტაქტების გაწყვეტა ისტორიულ სამშობლოსთან. ქართველი ექსპერტები კი არასერიოზულად მიიჩნევენ ოკუპირებული რეგიონის მიერ ნატოს წევრი თურქეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების საკითხს. ცოტა სასაცილოდ ჟღერს ასეთი ტიპის განცხადებები. ეს გავს თითქოს ფაიფურის ფინია უყვებდეს დიდ ნამდვილ დათვს. არაფერს თურქეთს ეს არ დააკლებს უბრალოდ იმ ოჯახების კეთილდღეობას, რომელთა ოჯახის წევრები დიდი ხანია გაქცეულები არიან აფხაზეთიდან თურქეთში. მათ ეშინიათ SWIFT-ის მოხსნისა და თურქეთიდან აფხაზეთში საბანკო გადარიცხვების გაუქმებისა. მაშინ ძალიან ძვირი დაუჯდებათ ფულის შეტანა თავისი ოჯახებისთვის, რომლებიც სულს ყაფავენ სოხუმში და ოჩამჩირეში. აფხაზეთში საერთოდ არ არის არავითარი ბიზნესი, ერთადერთი არის რაღაც პატარა საქმიანობები, ისევ ვიზახი თურქეთში გაპარული აფხაზებისა. სხვა იქ არაფერი არ არის. ერთადერთი შემოსავალი ეს არის იარაღი და ნარკოტიკებით ვაჭრობა, რომელსაც ძალიან კარგად ეწევიან რუსების დახმარებით. სანქციების შემოღების დროს პირველ რიგში ადამიანმა თავის თავზე უნდა იფიქროს და მერე თავის პარტნიორზე. ეხლა კი გამოდის, რომ სეროჟა უფრო დიდი კათოლიკეა ვიდრე რომის პაპი. ეს დაახლოებით ესეთია, რომ წყილმა დაუწესოს სანქციების პიროს. და წყილო იგრძნობს რაიმეს წყილის მიერ იმის ქვეყნის როლას ამ ხარჯუნს მასე ხორთუმზე ამით თურქეთს რაიმე დაუშავდება, მის ეკონომიკას რაიმე დაადუღება. პირიქით, ამით ძალიან დაზარალდება აფხაზეთი. მაგრამ როგორც თქვენ, ზოგი ჭირი მარგებელია. უნდა მიხვდნენ თუ საათ გაყვეს თავი. ისინი ჩვენი კანონმდებლობის დარღვევით ეწეოდნენ ურთიერთობას თურქეთის კომერციულ ფირმებთან და თუ პრაგმატულად შევხედავთ, შეიძლება ეს კარგიც იყოს, ვინაიდან არ იკვეთება კანონდარღვევა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის ასე ვთქვათ, გავრცელება, რომელზედაც ჩვენი სახელი არ მიგრძნდებოდა, ფაქტობრივად განხორციელდა რუსეთის ხელით. მეორე სულ ხალხია ცოტა აფხაზეთის მოსახლეობა, რომლებიც სამუდამოდ გახდა რუსეთის არათუ გუბერნია, არამედ პატარა მუნიციპალიტეტის ტოლპასი უფლებებით. აღსანიშნავია, რომ მოსკოვის მიერ ანკარასთვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით თურქეთი აპირებს საჩივრით მიმართოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას. თურქეთის ეკონომიკის მინისტრის მუსტაფა ელიტაშის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მტკიცებულებების შეგროვება. რაც შეეხება თურქეთის მიმართ ოკუპირებული აფხაზეთის გადაწყვეტილებას, ოფიციალური თურქეთი არ გამოხმაურებია და მოსალოდნელი არც იყო. ბუნებრივია, მათთვის ანგარიშგასაწევი არ არის, თვითმარგვია ხელისუფალთა გადაწყვეტილებები. იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთის სახელმწიფო მუდმივად უჭერდა მხარს და უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
წარმოგიდგენთ სცენარისტისა და დრამატურგის ოთარ პერტახიას პორტრეტს. თბილისის თეატრალურმა საზოგადოებამ ოთარ პერტახია რამდენიმე წლის წინ გაიცნო. დებიუტანტი დრამატურგის პიესები მაყურებელმა პირველად ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ერთი მსახიობის თეატრის სცენაზე იხილა. დავიბადე სოხუმში. სკოლა დაამთავრე სოხუმში. შემდეგ მოვასწარი უნივერსიტეტში ჩაბარება ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. და შემდეგ დაიწყო ომი. ომის შემდეგ თბილისში ჩამოსულმა ბავშვობის დროინდელი ოცნება აისრულა. სწავლა გავაგრძელე საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, კინო ფაკულტეტზე. მოვხვდი ერლო მახვლედიანის ჯგუფში და ეს იყო ჩემთვის ძალიან ახალი ეტაპი დასაწყისი ჩემ ცხოვრებაში და ვიყავი ძალიან გახარებული. ჩემს პედაგოგთან ურთიერთობის წლები მახსოვდება ძალიან კარგად, ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ერლომთან ურთიერთობა იყო გარკვეული გაკვეთილი, ასე ვთქვათ. და მით უმეტეს აი ჩემი განცდებით, რითაც მე ვიყავი სავსე და რა გამოცდილებაც მქონდა იმ პერიოდისათვის, აი ზუსტად მოერგო ერლომის პედაგოგიურ მსოფლმხედველობას ან მეთოდს, ასე ვთქვათ და აბსოლუტურად ჩემთვის იყო რაღაც ახალი დასაწყისი. პირველი პიესა იყო ლიფტში, რომელიც გაზეთ ლიტერატურულ საქართველოში გამოქვეყნების შემდეგ რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ მოიწონა და მისი ვერჩევით დრამატურგმა ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ერთი მსახიობის თეატრში მიიტანა. ქალბატონმა სოფიკომ ბოლომდე მიიყვანა ეს საქმე და 2004 წელს ითამაშეთ პრემიერა, შედგა პრემიერა. მეორე პიესა, რომელიც რეჟისორ გიორგი სიხარულიძესთან ერთად ისევ ერთი მსახიობის თეატრში დაიდგა, იყო მაგნოლიები ამბებს ყვებიან. შემდეგ ეს სპექტაკლი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრშიც იყო წარმოდგენილი. რატო მაგნოლიები ამბებს ყვებიან? აი მაგნოლიები ჩემთვის არის რაღაცა სიმბოლო, რაღაც სისუფთავის, რაღაც სიწმინდის, რასაც ესე იგი სიმბოლურად განასახიერებს ჩემთვის აფხაზეთი. ამ პიესით შემოვიდა ოთარ პერტახიას შემოქმედებაში აფხაზეთის თემა. მისი პიესა კომანის დრამა აფხაზეთის უახლოეს წარსულს, ომის პერიოდს ასახავს. როდესაც გავეცანი ამ დოკუმენტურ მასალებს, თანაგრძნობით გამივსჭვალე ამ მამა ანდრიას და იური ანუას მიმართ. დავინახე, რომ ამ ორმა ადამიანმა, ქართველმა და აფხაზმა, აი საკუთარი წილი პასუხისმგებლობის იგრძნო იმ მომენტში, როცა საერთოდ სრული განმოკითხაობა იყო და არავის არ ესმოდა ერთმანეთის. კომანის დრამით სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრიც დაინტერესდა და ამ სცენარის მიხედვით სამხატვრო ხელმძღვანელი რეჟისორი ირაკლი გოგია უახლოეს მომავალში სპექტაკლის დადგმას გეგმავს. დოკუმენტური დრამა გამოვა კომანზე და აი ზუსტად აი რაც ჩვენ გვინდოდა და ალბათ ეს გამომდინარეა, რომ ის არის ძალიან კაი კინოსცენარისტი, საინტერესო დრამატურგია. არ გავს სხვა დრამატურგებს და აი რაც მე მომწონს, ვთქვათ, იგივე იმ პიესაში, რასაც ახლა მოვამზადებთ ერთად დასადგმელად, არის რაღაც ოდნავ განსხვავებული ხელწერა, რაც არ ემთხვევა იმ ტრაფარეტებს. სოხუმელი დრამატურგისთვის აფხაზეთი მტკივნეული თემაა. ცდილობს მასზე ხშირად არ ისაუბროს და ამით არ გააუბრალოს მის წარმოსახვაში დარჩენილი მოგონებები. ის არ არის ჩემთვის არც ბომბის აფეთქება, არც კაცის კლასთან ასოცირებული, არც სიძულვილთან, არც აი რაღაცა ძალიან ჩემი არის და როდესაც აფხაზეთზე საჯაროდ იწყებენ საუბარს, აი ყოველთვის ვცდილობ ხოლმე გავერიდო იმ ადგილს. მგონია, რომ ძალიან ინტიმური თემა არის ჩემთვის. აი სიჩუმეში, მარტოობაში საფიქრალი, გასააზრებელი. ოთარ პერტახიას არაერთი სცენარი გაცოცხლებულა თბილისის სხვადასხვა თეატრების სცენებზე. პიესა ლიფტში მალე ერევნის ერთ-ერთ თეატრში დაიდგმება. სომეხმა მაყურებელმა სცენარისტი და მისი პიესები ერევანში გამართულ დრამატურგთა ფესტივალზე გაიცნო. ამბობს, რომ თეატრში მუშაობამ დიდი გამოცდილება შესწინა, მაგრამ ერთხელაც თავის თავში აღმოაჩინა, რომ სხვა ინტერესი გაუჩნდა. აი დამთავრდა სპექტაკლი, რაღაც მაკლდა სულ. და გავიდა რაღაცა პერიოდი და მე მივხვდი რა იყო ამის მთავარი მიზეზი.
ანუ ვერ ვხედავდი ესე იგი მსახიობს აღვიქვამდი მთლიანობაში, მაგრამ ვერ მივდიოდი ახლოს და ვერ ვხედავდი მის სახეს. აი ცოტა ეს იყო ჩემთვის აღმოჩენაც იყო და რაღაც მოხდა გარდატეხა ამ თეატრისადმი ჩემს დამოკიდებულებაში. მაგრამ მე მივხვდი რომ ამის საშუალებას იძლევა კინო. ასე დაიწერა სცენარები ახალგაზრდა რეჟისორ ანიშ რენტის მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის პრელუდია და აზერბაიჯანელი რეჟისორის ასიფ რუსტამოვის ფილმისთვის ქვედა დინების მიმართულებით. რეჟისორს უნდა ქართულ სცენარისტთან მუშაობა და რეკომენდაციით ასე ვთქვათ შესთავაზეს რომ ჩემთან უნდა მუშაობა ჩემი როგორც სცენარისტის ასე ვთქვათ დახმარება. და აი ესე როცა გამომიგზავნა თემა, ანუ თავისი ჩანაფიქრი, ეგრევე გამოვნახეთ საერთო ენა, მიუხედავად იმისა, რომ რეალობაში არ ქონდა ასე ვთქვათ შეხვედრები, ჩვენ ინტენსიურად ვურთიერთობდით ინტერნეტის საშუალებით და აი ამ პროცესში ისეთი განცდა მქონდა მეც და თვითონ მასაც, რომ ერთ ენაზე ვსაუბრობდით, თითქოს ერთ ქალაქში ცხოვრობდით, ერთ ქვეყანაში ცხოვრობდით და აბსოლუტურად გვესმოდა ერთმანეთის. ფილმმა რეჟისორსაც და გადამღებ ჯგუფსაც სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე არაერთი პრიზი მოაპოვებინა. მათ შორის ლოს-ანჯელესში ამერიკის კინოაკადემიის მხარდაჭერით გამართულ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ფილმების ფესტივალზე საუკეთესო დებიუტისთვის მიღებული პრიზი ყველაზე ღირებული იყო. არის ძალიან დიდი გამოხმაურება, არ დარჩენილა ფაქტობრივად არც ერთი აზერბაიჯანელი კრიტიკოსი, კინოსი, ან ახალგაზრდა მწერალი, ვინც არ გამოეხმაურა ამ ფილმს, იწერება ძალიან ბევრი ბლოგი, ასე ვთქვათ, რეცენზიები და აი ესე ძალიან კარგად მიიღო მაყურებელმა ეს ფილმი. სცენარისტსა და დრამატურგს სამომავლოდ სერიოზული გეგმები აქვს, თუმცა ამ ეტაპზე რაიმეს დაკონკრეტებისგან თავს იკავებს. ძალიან დიდი გამოცდილება დამიგროვდა. საერთოდ მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი გზა, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ აფხაზეთის დაკარგვიდან დღემდე, სავსე არის აი ამ გამოცდილებით და ეს ის გამოცდილებაა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გაანალიზებული და აუცილებლად ისეთი გამოცდილებაა, რომელიც კი არ გსპობს და განადგურებს, აი პირიქით ხელახლა დაბადებაში გეხმარება, ხელახლა რაღაც ახალის აღმოჩენაში გეხმარება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტებია. ვაპირებ რაღაც ახალი ნაწარმოების შექმნას. და იმდენი სათქმელი დამიგროვდა, რომ დროა ამან თავისი, ასე ვთქვათ, გზა ნახოს. მიამბე აფხაზეთზე. რუბრიკის სტუმარია მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე. ქალებს ასეთი წესი გვაქვს. პაემანზე ადრე მივალთ ხოლმე და დავიმალებით. მერე ბარს მოთმინების ზაფი რომ გაუწდება, უცებ გამოვჩდებით ხოლმე და რაც გამოვჩდი. ეს ყველაფერი სწორი და ლამაზია, როდესაც საქმე სიყვარულს ეხება. რაზე მიბარებდი? ვამთავრებდი სკოლას, როცა უბრალოდ დასასვენებლად ჩავედი სოხუმში, ჩემი მეგობრის დეიდამ წაგვიყვანა მე და ჩემი მეგობარი კლასელი, ცნობილ სასტუმროში სანაპიროზე იქ გავჩერდით და ეს იყო პირველი, ასე ვთქვათ, შეხება. ნუ ცოტა უფრო ადრე იყო, როცა მამასთან ერთად და დედასთან ერთად უბრალოდ ის იყო უფრო რაღაც ესეთი გასაცდობი ცოტა ხნით წასვლა. რომ ბავშვობაში არ შეიძლებოდა ჩემთვის მზე და ზღვა რაღაც ჯანმრთელობის თვალსაზრისით და ამიტომ ძალიან გვიან წამიყვანეს. ის ძალიან ისე ფრაგმენტულად მახსოვს, უფრო რაღაც მოგზაურობას გავდა და არა დასვენებას.
იყო. მოგვიანებით ეს იყო არაჩვეულებრივი ბიჭვინთა ლიძავა, რა ვიცი, განთია და ბევრი ესეთი ადგილები, სადაც უკვე ყოველ ზაფხულს რო არ წავსულიყავით, არ შეიძლებოდა. მრავალი წლის მანძილზე მე და ჩემი მეუღლე ბიჭვინთაში ვისვენებდით. ეს იყო ჩვენი ასე ვთქვათ, ერთადერთი გასასვლელი ადგილი, იმიტომ რომ ის წლებია, როცა ჩვენ ძალიან აქტიურად დაკავებულები ვიყავით და პრაქტიკულად შვებულება არ გაგვაჩნდა. ჩვენი შვებულება იყო კინოგადაღებები ან რაღაცა, რომელიც ასევე ვცდილობდით, რომ თეატრისთვის ხელი არ შეეშალა და ზაფხულში მოგვესწრო და ისიც სადღაც ახლოს ყოფილიყო, რომ შორს არ წავსულიყავით. ამიტომ ვიტოვებდით ორკვირიან ვადას და ვიცოდით, რომ აუცილებლად ტრადიციულად ეს აგვისტოს ბოლოს იყო, მივდიოდით ბიჭვინთაში. რატომღაც მგონია, რომ მე ახლა ბევრ ადგილზე ვყოფილ ვარ, მაგრამ აი ასეთი ზღვა, ასეთი ჰაერი, რა იქ რაღაცა რაც ტრიალებდა. შეიძლება ახლა უკვე იდეალიზებას ვახდენ იმისას ყველაფერს, იმიტომ რომ ეს ჩემ ახალგაზრდობასთანაც არის დაკავშირებული და იმ ყველაზე ბედნიერ ხანასთან, რასაც ერქვა ახალგაზრდობა. სულ მახსენდება პირველი სოხუმის სურათი, აი არაჩვეულებრივი სასტუმროსი და იმ სანაპიროსი და იმ არაჩვეულებრივი მოხალული ყავის გემო, რომელიც მე რატომღაც მგონია, რომ არსად არ დამილევია ასეთი გემრიელი ყავა. მე როგორ მენატრება და აი როგორ რაღაცნაირად ისე გული შემეკუმშება ხოლმე, რომ წარმოვიდგენ, რომ იქ არა მაქვს საშუალება, რომ ისევ იქ ჩავიდე. და ალბათ რა ემართებათ იმ ადამიანებს, ვინც იქიდან წამოვიდა, ვინც იქ ცხოვრობდა, ვინც ბავშვობა გაატარა. ჩემმა ძმამ ცოლი მოიყვანა იქედან, მამა ჩემ ჩაის ტრესში მუშაობდა და ძალიან ბევრი ამხანაგი და მეგობარი ყავდა. ის ჩემი მეგობრები, ეზუგბაიები, ლალი თავის ლამაზ ოჯახთან ერთად და ის მეგობრები, ვინც პირველად გავიცანი იქ ჩავედი და გავიცანი და მე რაღაც ეს გადაიზარდა ესეთ ურთიერთობაში ყოველწლიურში და დღეს უკვე ის აქ არის თავის დებთან და დედიკოსთან ერთად. როცა ეხლა ლაპარაკობ აფხაზეთზე, სოხუმზე და იმ ადამიანებზე, დიდი სევდა და ტკივილი უფრო მოდის, ვიდრე დაუშვათ ის სიხარული, რაც იქ მქონდა და ის ბედნიერება, იმიტომ რომ ვიცი, რომ ეს ადამიანები დღეს რეალურად ისევ არიან თავისი კუთხის და თავის სახლის გარეშე. მე მაქვს რაღაც ესეთი აუხსნელი სურვილი, არ ვიცი რამდენად რეალური იქნება, რომ ფიქრობ რაღაც ესეთ ასე ვთქვათ, აქციაზე თუ სპექტაკლზე. ვიცი, რომ ბევრ ადამიანს აქვს ეს რაღაცა გულში უდევ შემოქმედებას გულისხმობ და შემოქმედებით ადამიანზე, რომ ჩვენ რაღაცა გავაკეთოთ ისეთი და მოვახერხოთ იქ ჩასვლა და ჩვენება. დღევანდელ სიტუაციაში ვამბობ, იმიტომ რომ როცა ჩვენ ლაპარაკობთ რაღაც ურთიერთობების აღდგენაზე, მე მაინც მიმაჩნია, რომ ეს ადამიანური ურთიერთობები წყვეტს ყველაფერს. მე ოპტიმისტი ადამიანი ვარ საერთოდ და თანაც ჩემთვის ჩვენი სულიერი მამის უწმინდესი და უნეტარესის ჩვენი პატრიარქის ილია მეორეს ავტორიტეტი ძალიან დიდია და მის სიტყვას ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და მე მოსმენილი მაქვს როგორც მის მრევლს რას ფიქრობს ის აფხაზეთზე და რას ამბობს მისთვის ეს ძალიან დიდი ტკივილია და ის ჩვენ გვპირდება რომ ეს ყველაფერი დასრულდება და ჩვენ ერთად ვიქნებით და აი ამისი ნამდვილად ძალიან წამს და მჯერა. ხატვარ დავით ბაძაღუას შემოქმედება ჩვენ სიუჟეტში. ჩემთვის მხატვრობა არის საკუთარ სულიერ სამყაროში ხეტიალი, ასე ვთქვათ. ერთგვარი თამაშის წესი, გართობა, ბედნიერი მოგონებები და მომავლის ძიება. მის ნამუშევრებზე შეიძლება ბევრი იფიქრო და იმსჯელო. ხვდები, რომ ამ ფერწერული ტილოების ავტორი ნიჭიერი ადამიანია. საინტერესო ცხოვრებით, ღრმა ემოციებითა და განუმეორებელი ხელწერით. დავით ბაძაღუა შემოქმედთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, ვინც მიღწეულით არ კმაყოფილდება და ცდილობს მისი ყოველდღიური საქმიანობა სიახლეებით გამოირჩეოდეს.
ჩემი მეგობრები, როდესაც მოდიან ათვალიერებენ, მათ შორის ცნობილი მხატვრებიც, პროფესიონალი მხატვრები და ხშირად ამბობენ, დათო, შენში არის 4-5 მხატვარი. მეც მაქვს ეს შეკითხვა, რატომ ხდება ესე? იმიტომ რომ მხატვრებს საერთოდ ერთი სტილი აქვს, აბსტრაქცია, რასაც ქვია, მე მგონია, რომ ეს ჩემია აბსტრაქცია და ძიებაში ვარ ფორმებში კომპოზიციურად, ფერებით, მაგრამ მეორე დღეს იმ აბსტრაქციაზე ვერ მუშაობ და ვიწყებ სხვა რაღაცას ვაკეთებ. მაგალითად პეიზაჟს, შეიძლება პორტრეტი გავაკეთო, მაგრამ სხვადასხვა ტექნიკაში. ინდივიდუალობათა სიმრავლე, ხედვა, მიდგომა, გადაწყვეტა. პირველი, რაც მის ფერწერულ ტილოებში ჩანს, წარმოსახვის იმპროვიზაციის ნიჭია. ასე ახასიათებენ მხატვარ დავით ბაძაღუას მისი შემოქმედების შემფასებლები. ბოლო 5 წელია მე მივხვდი რა არის მხატვრობა, მანამდე უბრალოდ შრომობდი და ვეძებდი რაღაცებს, ვაზავებდი ფერებს, მაგრამ ვერ ხვდებოდი რატო ვაზავებდი. აი ბატონ გოგი ხოშტარიას ვახსენებ, მან ჩემზე დაწერა რეცენზია და ის ტექსტი რო წავიკითხე, მაშინ უფრო შევიცანი საკუთარი თავი როგორც მხატვარი. ვიცნობ უკვე კარგახანია დავითის შემოქმედებას, ყურადღების ქვეშ ხავდა და მევიწყოდი, ეხლა მხატვართა კავშირში რეალური მხატვარი მხატვარი ქვია, შეიძლება ყავდეს რამდენიმე ათეული, ხო, აი 30-40, რასაც მხატვარი ქვია. მათში მეგულება ბაძაღუაც ერთ-ერთი ნიჭიერი, მას აქვს ძალიან კაი უნარი იმუშაოს ინტენსიურ ფერშიც და ლაკონიურშიც, მინიმალისტურათაც და მაქსიმალური დატვირთვით. და აკეთებს სურათს აბსტრაქცია სახვითობის საწვავად. შეუძლია სახვითიც, ანუ სურათი ყველა ვარიანტში სახვითია, ოდის არის აბსტრაქტულად სახვითი და კონკრეტულად. კონკრეტული სახეა თუ აბსტრაქტული. და აი ამ თვალსაზრისით მის აბსტრაქციებში რაღაცა ხდება. პეიზაჟი, ნატურმორტი, თავისუფალი კომპოზიციები, აბსტრაქცია, მრავალფეროვანია მისი გამოფენები. ყოველი გამოფენის შემდეგ, როდესაც ექსპოზიციას გააკეთებ, ძალიან სხვანაირად დაინახავ საკუთარ სურათებს. ძალიან სხვანაირად. იმდენ შეცდომას იპოვი, თქვათ ფერთა გამა, სახელოსნოში მეგაჩნია, რომ რაღაცა ყმაყოფილი ხარ, მაგრამ როგორც კი დარბაზში გადავა, სხვა განწყობა იქმნება. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ექსპოზიციას, სრულიად გეუბნება და გაჩვენებს საკუთარ სახეს. ამიტომ რაც მეტი იქნება გამოფენილი სურათები მხატვრისთვის, ეს არის ერთგვარი ზრდა და ის პასუხი, რასაც თქვათ ეძებ მხატვარი. 20-მდე პერსონალური და გაცილებით მეტი ჯგუფური გამოფენა, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩემი ნამუშევრები ხშირად მოგზაურობენ პარიზშიც, ნიუ-იორკშიც, ბერლინშიც, ეხლა ხან ბაქოში, პრაღაში, ჰოლანდიაში. ამას წინათ ვიყავით სტამბოლში. სტამბოლის მერი იყო ჩვენი მასპინძელი, მან გახსნა გამოფენა, მერის დიცა გამოფენო დარბაზში იყო 130 სურათი იყო გამოფენილი, ვიყავით 11 მხატვარი და შეიძლება ითქვას წარმატებული იყო ჩვენი გამოფენა. მის შემოქმედებაში აფხაზეთის თემა დომინირებს. ყურადღებას იქცევს ნახატების სახელებიც: ჩემი ზღვა, ნავსადგური, გადარჩენა, მოლოდინის ოხუმის პორტთან. მხატვარს ფერწერასა და გრაფიკაში არაერთხელ გაუცოცხლებია აფხაზეთში არსებული კულტურის ძეგლებიც. ხედავ, რომ ყოველთვის აფხაზეთია თითოეულ სურათში რაღაცნაირად ჩადებული. ის მონატრება, რომელიც მე გამაჩნია, თუნდაც ის ტრაგედია, რომელიც ჩვენ გვაქვს და 2 წელიწადია უკვე რასაც განვიცდით, ზღვის ჰაერი, აფხაზეთის მზე სხვანაირად მათბობდა. ასე ერთ სურათს დავარქვი საცობში მდგარი მზე, იმიტომ რომ ჩემი მზე, რომელიც აფხაზეთიდან გამომყვა, აქ არ არის და მისი სხივიც ჩემთვის სხვანაირი იყო. 10 წლის იყო პირველად რომ დახატა. მშობლებმა დროულად აღმოაჩინეს მასში ხატვის ნიჭი და სასწავლებლად გალის სამხატვრო სკოლაში შეიყვანეს. ფაქტიურად იქ ვეზიარებ სახვით ხელოვნებას, ფერებს, საღებავების ტექნიკას.
ძალიან კარგი პედაგოგები მყავდა და სიყვარული ჩამინერგეს მხატვრობის მიმართ და შეიძლება ითქვას, რომ გავყევი იმ გზას და გავხდი მხატვარი. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის სამხატვრო აკადემიაში გააგრძელა. დავამთავრე არქიტექტურის ფაკულტეტი. შეიძლება ითქვას, რომ ნიჭიერი არქიტექტორი ვიქნებოდი, მაგრამ უფრო გადავიხარე ფერწერისკენ. და ეხლაც ვასწავლი დავდივარ ორშაბათობით ერთი დღე ინტერიერს და ექსტერიერს ვასწავლი, სტუდენტებთან მაქვს ურთიერთობა და ძალიან კარგია ეს პროცესიც ახალგაზრდებთან ურთიერთობა და უზიარებ ჩემს გამოცდილებას უფრო პატარა თაობის მომავალ მხატვრებს თუ არქიტექტორებს თუ დიზაინერებს. მის შემოქმედებას მთელი ოჯახი გულშემატკივრობს. დავით ბაძაღუას ორივე გოგონა ხატავს. მათთვის მამა ავტორიტეტიცაა და მეგობარიც. მამა როცა ხატავს, მე ვუყურებ მის ნახატს და შემდეგ ვიმახსოვრებ. ხანდახან შენიშვნას ბაძავს, მაგალითად მეუბნება, რომ ცოტა გამუქეო, გადახარო და რაღაც ისეთ შენიშვნებს. მეუბნება, რომ ის ისე გააკეთე, ეს ასეო. თუ მამიკოს დავუჯერებ, ჩემ ნახატი გამოდის ძალიან კარგი და ლამაზი. ერთმანეთს ვეხმარებით, ვცდილობთ უკეთესობისკენ ვიაროთ და უფრო მეტი გავაკეთოთ. ჩემი მხატვრობა თეასთვის და ჩემი ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია და დიდი მხარდაჭერა მაქვს. მხატვრობა მე მიმაჩნია, რომ კურნავს ადამიანს, არა მხოლოდ ბავშვებს, დიდებსაც მოусურვებდი, რომ შეიძინონ საღებავები, ტილოები, პროფესიონალ მხატვრებთან უბრალოდ კონსულტაციები გაიარონ და გაერთონ. სხვა სამყაროში გადაყავს ამ დაძაბულ სიტუაციაში. როდესაც ხატავ, ამ დროს ყველაფერი მივიწყებულია ტვინს, ასე ვთქვათ, და გადადიხარ სხვაგან. და საკმარისი 1 საათი სხვაგან იყო, უკან მობრუნდე და უკვე შენ ის ადამიანი არ ხარ, უკვე სხვა ხარ, იმიტომ რომ იქ იყავი და რაღაცა გამოცდილება მიიღე. რუბრიკაში აფხაზეთის მომავალი გაგაცნობთ ახალგაზრდა მომღერალს, გულრიფშელ ოთო ღურცკაიას. მუსიკა არის ჩემთვის ყველაფერი, ჩემი ცხოვრება. სიმღერის დროს გამოხატავ დიდ ემოციებს და დიდ ემოციებში ვარ. რასაც სიტყვით ვერ გადმოცემ, მაგალითად ის თქმაც მინდა, ყველაფერს ვახსოვ სიმღერაში და ვცდილობ ხოლმე რომ მაყურებლამდე მივიტანო ეს ემოცია და ჩემი გულის ტკივილი, ასე ვთქვა და ის სიტყვები, რის თქმაც არ შემიძლია, ან ვერ. წლის ოთო ღურცკაიამ ახალ ხმაში მონაწილეობამდე არაერთი წარმატება მოიპოვა. ბავშვობიდან ცეკვისა და სიმღერისადმი განსაკუთრებული სიყვარულის მიუხედავად მუსიკასთან სერიოზული შეხება მხოლოდ 15 წლის ასაკში შეძლო. ნანა დაუშვილის მუსიკალურ სტუდიაში მივიდა და მალევე სხვადასხვა კონკურსის მონაწილე და გამარჯვებულიც გახდა. პირველი კონკურსი იყო 2013 წლის 30 ნოემბერი ბრავოს კონკურსი, სადაც ავიღე გრან-პრი. გრან-პრი მოიცავდა ესეთ წესებს, ვინც გაიმარჯვებდა, მიდიოდა ბულგარეთში 10 დღით და იღებდა მონაწილეობას მორსკაია პელა კონკურსში. ავიღე პირველი ადგილი და გადმომცეს საუკეთესო ვოკალისტის წოდება. შემდეგ კონკურსი იყო ოქროს მუზა, ესეთი სახელწოდებით. აქ გაიმარჯვა ლიზა ჩიჩუამ, ძალიან ნიჭიერი გოგოა, ძალიან პატივისცემ და მე ავიღე, ასე ვთქვათ, ჟიურის სიმპათია.
ვისაც ერგვის ჟიური სიმპათია, ის უნდა წასულიყო ესპანეთში, მაგრამ ვოისის გამო ამ წელს ვერ წავედი, მარბელაში უნდა ჩავსულიყავი 10 დღით და იქაც კონკურსში უნდა მიმეღო მონაწილეობა, სადაც უნდა შევასრულო 2 სიმღერა, ერთი მშობლიურ ენაზე, ერთი უცხოურ ენაზე. როგორც თავად ამბობს, მეგაპროექტ ახალ ხმაში მონაწილეობით საკუთარი თავი კიდევ ერთხელ გამოსცადა და პროფესიული თვალსაზრისით უფრო დაიხვეწა. პირველი ტური ვოისში ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული, როდესაც მომბრუნდა 4 მწვრთნელი, ჩემთვის მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი, არ ვეუბნები 4 მწვრთნელის შემოbrunებას. განაუწყდა წასულიყავი ნოდიკოსთან. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი არჩევანი გავაკეთე. მასთან მუშაობა ძალიან საინტერესო იყო. კონკურსის სხვადასხვა ეტაპი, მუსიკალური რინგი, ლაივ კონცერტები ოთომ წარმატებით გაიარა. გულშემატკივარიც მრავლად გაიჩინა და მწვრთნელების მოწონებაც დაიმსახურა. თუმცა პროექტს გამოეთიშა. მეოთხე ფინალი იყო ჩემთვის ყველაზე რთული ეტაპი, რადგან ყველაფერი დამოკიდებული იყო ხალხზე, სატელეფონო ზარებზე. ამის გამო მომიწია პროექტის დატოვება, მაგრამ მე დასაქსოური მხარე და ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატება ცხოვრებაში, რაც მქონია. ვოისმა მომცა ძალიან დიდი გამოცდილება პუბლიკასთან ურთიერთობის. შევიძინე მეგობრები. ამ ეტაპისათვის ვოისი იყო ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელშიც მან ესეთ წარმატებებს მიაღწია. მაგრამ მთავარია, რომ რაღაც ეტაპამდე მივიდა და მაინც მიაღწია იმას, რომ ხალხმა გაიცნო და სიყვარული მოიპოვა. მთავარი არ არის გამარჯვება. ოთო მაინც ჩვენთვის გამარჯვებულია ყოველთვის. ოთო ხურცკაია პირველი კლასიკური გიმნაზიის წარჩინებული მოსწავლეა. სიმღერისთვის თავის დანებებას არ აპირებს, თუმცა სკოლის დამთავრების შემდეგ რადიკალურად განსხვავებული პროფესიის არჩევას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს მუსიკა, სიმღერა, ვაპირებ ჩავაბარო სამედიცინოზე. ბავშვობიდან მაინტერესებდა ეს სპეციალობა. ოპერაციებსაც ვესწრებოდი ტრავმატოლოგიურში. თავი გულიც წამივიდა, ძალიან შემიშინდა. მაგრამ ნელა მივეჩვი. გამიტაცა ამ სპეციალობამ და გადავწყვიტე, რომ ჩავაბარო სამედიცინოზე და ვაპირებ კარდიოქირურგობას. წარმოშობით გული რიფშელ ახალგაზრდა მომღერალს აფხაზეთი არასოდეს უნახავს. იმედოვნებს, რომ ოდესმე აფხაზეთის ქართველობა დავკოლებების გარეშე ჩავა აფხაზეთში და ამ კუთხის სილამაზეს თავადაც იხილავს. წარმოშობით ვარ ბაბუშარიდან, ყოველთვის ვოცნებობა, ასე ვთქვა და ჩემი სურვილი არის დიდი დაბრუნება იმ ადგილას. ეს იქნება ჩემებისთვის ძალიან დიდი ბედნიერება და მათი ბედნიერება ჩემი ბედნიერებაცაა. იმედია, უფლისალობით დაბრუნდებით ამ ხარეში. ჩვენ ერთი კვირით გემშვიდობებით, ხოლო სამშაბათს დილის 10 საათზე უყურეთ გადაცემა აფხაზურ ენაზე. ნახვამდის.